უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ მე-11 მიკრორაიონში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას. კარდიოლოგის, ნევროლოგის, თერაპევტის, ქირურგის, პედიატრისა და სხვა პროფილის მედიკოსთა მომსახურება 250-მდე ოჯახმა მიიღო. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს მედიკამენტებიც გადაეცათ. აქცია რუსთავის მერის ზაქარია დარჩიაშვილის ინიციატივით გარდაბნისა და თბილისის მეხუთე კლინიკური საავადმყოფოს ორგანიზებით განხორციელდა. Მნიშვნელოვანი ასეთი აქციები დღეს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის საკრებულოს ინიციატივით თბილისის მეხუთე კლინიკური საავადმყოფოს, გარდაბნის რაიონული საავადმყოფოს, ჯანდაცვის სამინისტროს გვერდში დგომით და დახმარებით ქალაქ რუსთავში მე-11 მიკრორაიონში, სადაც კომპაქტურად ჩასახლებული ჩვენ აფხაზეთთან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა მოქალაქეები ცხოვრობენ, ტარდება უფასო სამედიცინო აქცია. ამ აქციის ფარგლებში ჩატარდება უფასო ეხოსკოპიური, კარდიოლოგიური, ლაბორატორიული და სხვა სახის გამოკვლევები, ასევე უფასო საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი გასვლები, ეს უკვე მოიხსენება ტრადიციად იქცა ქვემო ქართლში. ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ აგვისტოს ომის შედეგად დაზავებული მოსახლეობა. ვინაიდან ქვეყანაში არის გრიპის ვირუსის ეპიდემია, ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ გამოსულიყავით და მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა ჩვენი მოსახლეობისთვის, სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისთვის. გადაგვეცა უსასყიდლოდ მედიკამენტები და ამავდროულად უსასყიდლო გამოკვლევები ჩაგვეტარებინა მათთვის. 250-მდე ოჯახს უტარდება სამედიცინო გამოკვლევები, ეხოსკოპიური, ლაბორატორიული, ასევე კარდიოლოგიური გამოკვლევები, 1000-მდე სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაციას მიიღებენ და ასევე უსასყიდლოდ დაურიგდებათ სხვადასხვა სახის მედიკამენტები. გულის საავადმყოფობისგან გულით და დიდ მადლობას ვუხდით მერიას, რომ ჩვენზე შეწუხდნენ და მოვიდნენ. დიდი მადლობა.